ვაიმე რა ბავშვი გეყოფათ რა მოიფიქრეთ წავიდეთ როდემდე უნდა ვიაროთ აი ზურა მოიფიქრეთ სადუნა წავიდეთ ჩემთან მივდივართ ხო რა კინა მამა ჩვენცი ხო არ უცეკვე რატო მოიფიქრე ქალაქგარი წავიდე ბარაგაია წავიდე გუნიგულო არა ახლოა ცხეთაში ეგეც ახლოა ისტორიულად არის მოკლედ სადმე წავალ ხარ მოვალ ეხლა დამიცადეთ და მოვალ და მე რამდენი და ამ პატარა სასმისიდან დიდი გზნობით დავლიო ზურას სადღები და როდესაც სადღებოები იმედი და სიამაყე ცოცხლე და როძელე ჩვენი სპორტის სასწავლო ავალ ჟამია სპორტისო კაცი ზურა მიიღო ჩემფარეს ცირედი საჩუქარი აი სულ ესეთ ბაღაღზე მოცნებო მთელი ჩემი სიდიდობა და სადიშოვე ეს ბაღი საჩუქრებს გადაცეთ მეზობლის მამა მეზობლის მამა მეზობლის დედალი რომ შეიყვარა იმდენი ელაპარაკა რა უყურებდა ავდექით Kırtkaz bina. Kamercı bölgene söyle. Tkoni man kanadiga sadguris. Diyor. Sadguris moydanze. სადა ხარ ზურა? მიდით ახლა ნახავთ. აი ჩემ მანქანას არის. მართლა აქ არა ყოფილა. ეს ხომ ძიავადა. ხო ეგა. ვიყარ საერთოდ გამედნიერება. შეხედე სახე. რორ დაე კარგად აარებონა. ხო არ იქნებოდა ესეთი ბედნიერი, ა? გამარჯობა ძიო. გამარჯობა ზურა. რა მოხდა? მანქანა მომტაცეს ხულიგნები. ეგინიღვნენ, ეს იყო თვითონ ამხანა გომილიციაო, ჩემი თვალით ნახე. ხულიგანები ეგა. რას ნიშნავს ზურა? მოეპარეს მანქანა და ვითომ არაფერია. საფუთები. Я видела, как они украли машину. ჩვენი სარგებელი ახალგაზრდა. ეს ჩემი მეგობრის შვილია. მობრძანით?
Я не все выскочили. Макала чемия. Левопатия. Один пошел прямо сюда. Нет, вы понимаете, что здесь происходит? Что хотят, то и делают. Вот так вот днем на глазах. შენს მოიჭიწა ჩემ მოიგონი? ოდი წლებში წავედი. ნაჩი მე წავედი, როცა ნუში აყვავდება, გახსოვთ ჩარშან და გარდი. დეკორაციასო და ვაირასი ლამაზია. ჩემ შუღუშა და ვიკეში. რა არა ვერცნაშს. აი ნუ მერი ხარ რა. და ეხლა რომ გამიძახოს, შეიძლება გავუგო. ორეას მივიღებ. ხაძი წავედი. ზეული მათნა რა. მოიძახარას გიზამ. მომაწოდა ნაკე. მაიც ბიჭო რა. თვალძრელიძე. ვაიმე. გისმენთ თვალძრელიძე. მინდი. გისმენთ. მოიცა ბიჭო. პატმას მე დღეს გაკვეთილი არ ვიცი. არიცით? კეთილი და ბადიოსანი. აპატიეთ მას. უშინ თამრიკოს მამამ დისერტაცია დაიცვა. რა დისერტაცია თვალძრელიძე? ხახვის ახალი ჯიშების გამოყვანა ქართლის კოლმეურნეობებში. მარტო ხახვის ჯიშებით შორს ვერ წახვალთ თვალძრელიძე. წავა მას ხახეთ მამა ვოლგას იღებს. შესრულეთ უაზრო დისკუსია. აბა ახლა შენ, გედევანიშვილი. მე ემას? დიახ, შენ. ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სამყარო თემა არის პატრიოტიზმი. რა არის სამყარო თემა გედევანიშვილო? ძირითადი, მთავარი, გაამდიდრეთ ლექსიკა. ძირითადი მთავარი. მითიცი მამა. ამ თემას ვაჟა მიუზა მთელი რიგი ლექსები. პოემა ბახტეიონი. საქართველოს მდგომარეობა აწუხებს პოეტს. როგორი მდგომარეობა? დაკნინება, მტერთა თარეში, რომ მთელი კახეთი ქცეულად შიქილა მოხთილ ქალადა, უკუაგდეთ ოქმისა და ტელეგრაფის სტილი. და თუ ტელეგრაფის სტილი თანამედროვეობას გამოხატავს? თანამედროვეობას თუ უმეცრებას სპორტსხალია. არ ვიცი. განაგზე გედევანიშვილი გაკვეთილი. ვაჟა ხშირად მიმართავდა ალეგორიას. მაგალითად ლექსში არწები. იგულისხმება ცარიზმის ოლქოს ბუნავი საქართველო. ხოლო ყვაყორნებში კი მტრები, რომლებიც ყოველ მხრიდან ესეოდნენ სამშობლოს და შეჟინდნენ მის ხელს. მე კი მგონია მას, რომ დაჭრილი არწივი ეს დაჭრილი არწივია და მეტი არაფერი. ბრას ნიშნავს მეტი არაფერი. მე მაინც მგონია მას, რომ ვაჟამ თვითონ ნახა ეს შემზარავი სურათი თებში, დაჭრილი არწივი, რომელიც ყვაყორნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ვეღარ უმკლავდებოდა სიდიადე უხამსობას. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არწივში სამშობლო უნდა ვიგულისხმოთ, ყვაყორნებში მტრები, ლუხუმში საქართველო, ხმელიწიფლის ყლორტებში მომავალი. უმთვარო ღამეებში კი რეაქცია. გრუხში მას რომელმაც ეცილა გაატანა ქორს. წილი რას გამოხატავს მას ჭიანჭველას ძმობილს. არის საკითხები, რომლებზეც ხუმრობა არ შეიძლება. აი თქვენ ამბობთ, რომ არწივიაო და მეტი არაფერი. იმ დღიდან რაც ეს ლექსი დაიწერა, ყველა თვლიდა, რომ არწივი საქართველოა. თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ. კეთილი და პატიოსანი. მე მომწონს თქვენი სურვილი და მოუგიდებლად იაზროვნოთ. მაგრამ მოდით ამ საკითხს უფრო ღრმად ჩავუფიქრდეთ. თქვენ იცით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. რომ მას ათასწლოვანი სისხლიანი ისტორია აქვს. იქნებ ამიტომ ქართველ კაცს ყოველთვის უფრო გამწარებით, უფრო მტკივნეულად უყვარდა თავისი ერი. და განასასაცილოა თუ ის თითქმის ყოველ პოეტურ სახეში
სამშობლოს ხედავდა. თუ ხალხმა დაჭრილი არწივი, დაჭრილი ლუხუმი თავის ჭრილობას, თავის სატკივარს, თავის ბედიღბალს დაუკავშირა. აბა მითხარი, სასაცილოა. დასხედით. ეს რა გვაკლდა და ამასაც მოვესწარით. რა მოხდა ქალბატონო შურა? მოწერილობაა მილიციიდან. მანქანა გაუტაციათ თქვენს ბავშვებს. ეს დაუშვებელია. ყოჩახ მამაცაშვილო. ყოჩახ. დიდი ხანი არაფერი ჩაგიდენია. რატომ მამაცაშვილი ჩვენც ვიყავით? ცხრებით გახტევით არა? კლდეზე რომ გადაჩეხილიყო? იქაც გახვებოდი? გაკვეთილების შემდეგ მოხვალთ ჩემთან შენ და შენც. ზღვას ჩემი მდაბალი სალამი გადაეცა. რა მოხდა? არაფერი, უბრალოდ დირექტორმა მოხსნა შეჯიბრებიდან. ბებია ვარომ რომ სხოს? როგორც ყოფილაში ო, ვარ. შენ არიცი რა სიტყვის ბებია ჩემი. გასასჯელი უნდა და ის აჯოსო. იაო პატეკა ნუ მაიმუნო რა. ამას გაუხარდება ზურალოს ზღვაზე არ წამოვიდეს. ხართ ეგეთი გულუბრყვილოები რა. ეგენი ნოლს ჩაიწერენ ველოსპორტში. აქეთ შემოხეწებიან. კარგი რა. რომ არ შეგეხვეწონ მერე. რომ მეუბნებოდი ზღვაზე ერთად წავალთ. შენთვის სულ ერთია რა, მაშინ ჩემთვისაც სულ ერთია. ხათუნა. მართლა გინდა რომ წამოვიდე? მინდა. ძალიან. ესე იგი მოვდივარ. მუშა ხელი მოგვემატა. მაგის ინამუშევარი აღარსა დაეწევა და გამარჯობა ზურა. გამარჯობათ. ამას მე დავამთავრებ. შენ ნარდი ეთამაში ძიავატკას. მე ეგეც ვიცი ნარდი რომ ის უნდა ვითამაშო. რა ენერგია გაქვს შალოჩი? გიყურებ და პირდაპირ შორს შენ. თქვენ ჩემი გიგვირდა მე რა ვარ? პაპა ჩემი უნდა გენახათ. დაკუტდა. სიარული აღარ შეეძლო. ხოხით შედიოდა ვენახში. და ჯდომელა ული და ვასა. მაშა კაცი იყო კაცი. დედა ვიცოდე რა ალალმა წამოგიქროლა, ხა? იცი ზახილი შემომესმა მამა. წინაპართა სისხლი მოსვენებას არ მაძლევს. წინაპართა სისხლი არ ვიცი, მაგრამ სკოლაში ხوارა ვარ ბიჭო დაბარებული. ჰა? ხო, იცი დირექტორმა შეჯიბრებიდან მოხსნა. რო? აი, ჩემი დაბადების დღე რო გადავიხადეთ. მოწერილობაა მილიციიდან. რა მოხდა მამა, არ წავალ ბიჭვინთაში და ეგ იქნება. ნუ წახვალ. მე ჩემი კალო უკვე გავლეწე. კაი ღონიერი ენერგებია მე და ჩემ აღმერთმა. გადაიღე შენთვისა და ფერდაზე ჩაყარე. გულუხვი ხარ ჩემო ნიკო, გულუხვი. აბა მიდიჯე კაბა. მამა, წავალთ რამე და დედა მოსკოვში. და მოსკოვში. ხო მართლა ნიკო. წავალთ რა მოსკოვში. რამდენი ხანი არ სადარ ყოფილვართ? რემოდენა ხანი არა ყოფილა. ვატა. ჩამოვიდა ტელეფონი. აგრიპე. ქალბატონი შურავ ძანდებით ერთ წუთით. გამარჯობათ ქალბატონო შურა. თქვენთან თავი არ გამომეყოფა. ეს სინდისო ეს. მოხსენთ ხომ? მე რომ იცოდეთ ვისი ეს მანქანა.
აგერ ახლა ამ წუთში გვერდზე მიდგას ჩემი მარჯვენა ხელი და მეგობარი. დიახ. რას უთქეხარ ბიჭო, წადი მიხედე საქმეს. დიახ. მას კარგ ფორმაში იყო. მარტო თქვენ კი არა, რაიონი ამყარებდა იმედს მაიმუნზე მაგაზე. სინანულით კი იცოცხლე საშინლად ნანობს, მაგრამ ჯერჯერობით თქვენა და მე ვართ მაგის გამგებელი. მადლობთ ქალბატონო შურა. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი. მოსკოვი. აი? ხო, მართლა ბიჭო, როგორ გამოყარ შეჯიბრებოდა 17-ის კომიკოდი? რა. საბუთებით მე დავიბადე 18 მარტს კი არა, 18 აპრილს. ესე რომ გამოვა. ეს კი აღარ ვიცოდი. უნდა რა ვისაუბროთ. აუში მდგევარ ცეცხლი ნიკიდია. დავიგედა შენი ვარ ზღვაო შენსკენ მიხმობენ დაგრეხილი შენი თითები წავიდეთ ერთად მე მოვდივარ ზღვაო აი სიმია ჰოდი ჯიზები ისე არავისთან არ ვარ როგორც შენთან. მოდი რომ დავამთავრებთ, მოსკოვში წავიდეთ და იქ ვისწავლოთ, ჰა? მერე მამაჩემს რო. მამა, კარგი რა ხათუნა რა, ასეც არ შეიძლება. ცოტა ამოასუნთქე მამაშენ. სულ მამა და მამა. პატარა ხომ აღარ ახლა. ხო, კარგი, თქვა დავტოვეთ ყველაფერი და წავედით. მე რას ფიქრობ, ლექსორ აქ უჩვენოთ მარტო დარჩება? ლექსორ აშვეში. როგორ თუ რა შევისი?
მართალი ხარ, თან წავიყვანოთ ლექსო. მერედ მივაყოლო ძინკა, მიხო, ეკაი. ახლა ჩემო და ბატონი თორნიკი არ დაგოიწდეს რა. შეხედე როგორი ზოლია? ვაი, გაწყდა. რა კარგია რა ლექსო. გინდა იქით წავიდეთ, იქ იმდენი სოკოებია. დავკრიფოთ საკვები რა. შენ ახსენიდან გაჩნდა. მე სერმავდი შემთხვევით დაგინახე და თუ მე გამომყევი. ართალი მითხარი. შენს გამოყევი. ეგ მე ვიცი. მეც ვიცი. ეკა. კარგი რა. თავი დამანები. არ გინდა ეკა. მინდა. იცი, მე მინდა სულ შენთან ერთად ვიყო. სულ ის ვაკეთო, რასაც შენ აკეთე. სიმღერა რომ არ იცი? ვისწავლი. იცი, ბევრი შრომის მენის გამომუშავება შეიძლება. მე გახდომა შემიძლია, ლექსო, მართლა. წავიდეთ. სხვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს იყო თუ არა. ვაი რა თავს ხმაა თუ. კი, მაგრამ როგორ იქნება შეჯი? ასეთ თავს ხმაში. როგორ გონია ხათუნა კოსმონავტების დიეტა და მასაჟი ერთად შეიძლება? ყურადღება. საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებით შეჯიბრება ველურ ბოლაში 50 კილომეტრზე გადადებულია 3 დღით ტრასის დაზიანების გამო. ვაი, ლექსო, შენ ახარ? ხო. ზურ არ გინახავს? არა. მე რაღაცას გეტყვი და შენ ყველაფერს მივხვდე. ვაი, უკვე იწყება ზურა. მალე დაიწყება. ღელა ზურა. აზღელა. შენის. მალე. ეგრევა რა. მიდი არ შეგვარცხენო. შეგვარცხენს. Интересная игра. А вы не знаете, который мама Цашвили? Вот этот. როგორ შეიძლება? სტარტი იწყება ჩქარამიდი ბიჭო. აუ, მივდივარ. დღეს სტარტზე არიან მოსწავლეთა რესპუბლიკური სპარტაკიადის მონაწილენი ველომრბოლელები. დისტანცია 50 კილომეტრი, ჯგუფური რბოლა. დისტანცია შედგება 2-25 კილომეტრიანი წრისაგან. დაგიმალო გავქელო. გოგელა შალოჩი. ნახდათ მოიგებს. დისტანციიდან მოვიდა ცნობა. დაწინაურდა მონაწილეთა ჯგუფი. მათ შორის ზურაბ მამაცაშვილი თბილისი, ყობა ციკლაური ბორჯომი, გაიოს შველიძე თბილისი. Kedao.
ყოჩვის მოდიოდა. ეგ მამაც ხრი ყოჩვისთან. ყურადღება. ამ წუთას მივიღეთ ცნობა დისტანციიდან. მოწინავეთა ჯგუფში ცვლილებაა. წინ არის რევას შარაშიძე, თბილისი. მას თვალდათვალ მისდევენ მოწინააღმდეგეთა. ბრძოლაში 50 კილომეტრიან დისტანციაზე გაიმარჯვა რევას შარაშიძემ, თბილისი. გამარჯვებულის დროა 1 საათი 17 წუთი 30 წამი. გუნდების წარმომადგენელთა საყურადღებო. საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ხვალ 11 საათის ნაცვლად შეჯიბრება დაიწყება 10 საათზე. მაგას გუშინ შეუსრულდა 17 წელი. რაო? ხო, ბიჭებმა მითხრეს გუშინ. რატო არ მითხარი? რა ვიცი, აბა ვერ მოვიფიქრე. დაანებე მაგას თავი. არა უშავ შალოჩი, ამას კიდე ეს ის ძმახარ. მიხედე. გადი. ამხანაგებას უსამართლობაა. მე პროტესტს ვაცხადებ. ყველა მიცის რომ შეჯიბრი გადაიდო მეტეოროლოგიური პირობების გამო. შარაშიძე რა შუაშია? აი ნახე, მხოლოდ გუშინ შეუსრულდა 17 წელი. გუშინ. როგორ გეკადრება? კანონია. შეუსრულდა უკვე 17 წელი. მხოლოდ გუშინ შეუსრულდა. შეჯიბრებიდან უნდა მოიხსნას. ჩვენ ხომ არ ვიცოდით რომ გზაზე მეწყერი ჩამოწებოდა? ვერაფერს გავაწყობ. დებულებას ვერ გადავუყო. ჩატარებული იყო შეჯიბრი, მაშინ რა სიზამდა? რა სიზამდა გეკითხებით? აი შეხედეთ, სხვა გზა არ აქვს. უნდა მოხსნათ შეჯიბრებიდან. რა? შარაშიძე შეჯიბრიდან მოხსნეს? ზურამ ეს იცის? რა, არ გიხარია, ზურა ჩემპიონი გახდა. გესმის ეკა, რას ამბობ? შარაშიძე შეჯიბრიდან მოუხსნია. ხათუნა, ნუ ყვირი ხარ, გოგოს არ შეფერის ასეთი ყვირი. აფორიზმების დროა ეხლა ეკა. ლექსო, შენ ხომ მაინც გჯერა, რომ ზურამ არაფერი არ იცოდა, ხომ გჯერა არა, ეს შეუძლებელია, ლექსო. მაგრამ თვითონ ზურა ხომ უკვე არის 17 წლის, როგორ? მე რა რომ არის? ხომ არავინ იცის რომ არის. ესე იგი არ არის. გაჩუმდი მიხო, გაჩუმდი რა. ათუნა. კიდევ კაი გიპოვე, ზიანიკომ გაუნგზავნა, ყველანი აქ მომგვერთო, წავედი. ქეიფზე. რა ქეიფზე? ვა, ზურა ჩემპიონი გახდა, აღარც ვიქეიფოთ. ზურაც იქ არის? გააგიჟდი? აბასად იქნება.
ხათუნა სადა? ლექსო არ გენახია. სად არის ხათუნა? წავიდა. სად წავიდა? არ გეტყვი. სად წავიდა მითხარი თბილისში? არ ვიცი. ჰა? მიდიხარ. შენ წამოდი რა. გეხვეწები წამოდი რა. ხათუნა მართლა უსინდისო ხომ არ ახარ. რად გინდა ეს ზალა ჩემპიონობა გეხვეწები წამოდი რა წამოდი. წამო. მართლა წამო ხვალ? დამიცადე. ძველი თბილისი ისევ მიგონა ისლივით ჩნდება დარადი ერდროს პირველი მეფაიტონე კუჩაში მეგიდადი არა ბიჭო ის ჯებალია და თავგასიებული რეზო მე რომ მეჯიბრებოდნენ კიდე კარგის ბოლო სასმისი განსხვავებული არ დაულებებ თორე გასკდებოდნენ რას ნიშნავს მამა ეს, ა? მამა, ჩემი საპარსი შენა გააქვს. რას ნიშნავს მეთქი ეს, რას ხლაფურთო? მივდივარ. მიდის. წადი დაეგდე ხვალ დილის 10 სტარზე უნდა იყო. აღარ მინდა, არა. აღარ მინდა თქვენი ძალა ჩემპიონობა, არა. უყურე შენა, ა? მე გითხარი შენ ნამდვილი ჩემპიონი ნუ გახდები მეთქი? ა? მე მემართლები შეუმადურო შენა. რაც მე შემწუთნელები დაგახვიე. რაც შენს ველოსიპედებში ჯანი და ფული ჩამიყრია. არ დავჭები, არა. მამაცა. ეხ, ზურა, ასეთ მამას ცოტა სხვა დაფასებაა. დაანებე ვატა თავი. თუ ეგ ყოველ წკიპურზე ეგრე დაბარბაცდა, ყველა მაგას გადაჯეგავს და იქნება. ხო და იქნება ასე, ამ ცხოვრებას ადევნებული მაჩანჩალა და იყოს. ყოველთვის მე კი არ მეყოლები. აი, ცოტა თქვა. ალიეცვა. იხედე მაგას. აი, ლექსო. ხათუნა გწინავს? მამა, როდის მიდიხარ ექსპედიციაში? რა დროს ექსპედიციაა ხათუნა? არასოდეს არ დამტოვო, კარგი? გახსოვს მაშინ რომ დამტოვე დეიდა ქეთოსთან. რატომ დამტოვე? რატომ? როდის შარშან ძინ? მე მაშინ მეგონა რომ სულ წახვედი. როგორ გავხარ ახლა დედა შენს? არა მე შენ გავარ. ყველა ასე ამბობს. არც მე არ წავალ არსად. მაინც ადაპირებდი. არა, არსად არ ვაპირებდი, მაგრამ არც წავალ. არა, შენ მაინც რაღაცა დაგემართა. ლექსო, წინავს. იძინე.
თუ რამე დაგჭირდეს აქაბარ. მოხდა რამე? მერე? იცი ხათუნა. ვიცი, მამა. ადამიანის დავა იმაშია ყველა გაჭირვებას გაუძლოს და არ იხეოდეს ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა. იხილე ძველი ქართულის ქრესტომატია, წამება აბო თბილელისა ტომი პირველი გვერდი 127. კარგი, დაიცინე. აბთული მოწყდა. დღეს 1 აპრილია. იდი რა. ხათუნა, რა მოგივიდა? ლაშის სუმელნით გაკ დასწრილი. მაჩვენე? უი, მართლა იცი? აი? დღეს 1 აპრილია. მაწვაკე. მეული მათქა რა. აი, კარგი რა ხათუნა, კარგი რა. ჩემ გარაგი. კაიყო? ბავშვო, ეკა მოდის, ამდენად გასუქებულა. ნახე. აბა ეხლა თქვენ მართლა შემოტრიალდი. ასე არ შეიძლება, გოგო. ცოტა უნდა ჭამო, აბა, როგორ შეიძლება? დღეს 1 აპრილია, ეკა. არი ხარ, მართლა დაიჯერე? ბავშვობა, 500 მერას ბღალავს თქვენი. მეტყოლება. ლექსიკა გამბდა, ლექსიკა. ვინ მოვიდა? არი ბავშვობა სიტყარე. გაუ მარ, ჯოს. არ ვარ გაუ მარ, ჯოს. მამაც გვასახელე? ბედელი ზადერე. აი, ედი მერქსის რა ხარ მამა? მამიდაშვილია, კაცო. სიცხარე, ბავშვობა, სიცხარე. ვიწყოთ პატარა პრესკონფერენციას. ჩემპიონს თქოთ ორიოდე სიტყვა გითხრათ. ჩემპიონი დუმს. ახალშობილ ნაკრებში მოხდეს იმედი. რა ფილმის ველოსიპედით მოეპოვეთ ჩემპიონობა? მამი კომენტირდა. რა სიტყვით ამხანაგო ჩემპიონის შეჯიბრების ორგანიზაციაზე? რომელ ქვეყანაში აპირებთ გამგეორებას და როდის? აფრიკაში მიდის. ქვეყანაში ხარ მონაწილეობა. რომელი აკვლია? ერთი კიდე მიცე შეკითხვა რა სიტყვა? არა, მაინც მაინტერესებს. ტურნემაში მიიღო მონაწილეობა, აბარა. მაგას თურმე ველოსიპედი გაუტყდა. არა, მეორე შეხედიან. მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა ჩემპიონთან. ნებას მაძლევს ჩემპიონი. კარგი, რა არ გინდა? რა სიტყვით ამხანაგო ჩემპიონო? მაინც აიღებდით პირველ ადგილს, შეჯიბრი რომ დანიშნულ დღეს დაწყებულიყო. ფიქრობთ თუ არა თქვენ რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოდგება და რომ სინდისი ადამიანისათვის ზედმეტი ბარგია? სინდისი რა? ნუ წამოიგებით ცალკეული ელემენტების პროვოკაციულ გამოხდომებზე. ჩვენ ჩემპიონობას ულოცავთ სურას. მიულოცეთ. დღეს 1 აპრილია. თან დაიხურა პირბად მთებმა დახუჭის თვალები აღარ შფოთობენ საფლავში გმირთობილ წვეთბაზე. რა მოხდა? რა მოხდა? რას მოგივა დავითაო კლავაშენი თავითა?
გამარჯობათ ბავშვო. გამარჯობა. დაბრძანდით. აბა შემომხედეთ. გაშავებულ ხართ, გალამაზებულ ხართ. და რაც მთავარია, საკუთარი ჩემპიონიც შეგიძენიათ. მომილოცავ ზურაბ. შეიძლება მე გავალ მას. რატომ? თუ შეიძლება გამიშვით. მიბრძანდით. რა გინდოდა ზურა? ნანო? მითხარი ნანო? ხო, ნანო. მართლა? მართლა. მიყვარხარ ზურა. გიყვარ ვარ? ხო. მართლა გიყვარ ვარ? უსინდისო რა ვარ, მაინც გიყვარ ვარ? მე კი არ მიყვარ. ძალიან კარგი ხარ ხათუნა, მაგრამ არ მიყვარ. შენ ყველაფერი დაიჯერე. ერთხელ გაგოცე და ყველაფერი დაიჯერე. მაგრამ დაგავიწყდა, რომ დღეს 1 აპრილია. ხათუნა. გამიშვი. ხათუნა! ხათუნა! ხათუნა სახში არ არის. სად არის ხომ არ იცდავშება? სკოლიდან არ მოსულა. მოგვიყევი რა რამე ლექსო. ვიღეროთ რა. წაგვიყვანე სად? კარგით. არ წახვიდე რა. კარგით, კარგით. სხვა დროს. სხვა დროს. წავალ ხათუნა. გინდა იგივე დაგემართოს, რაც 10 წლის წინათ. ხო, ნუდარამ რომ გცემა. ჩემდაც აცავად რომ თავი გამოვიდე და გცემა. მერე რამ? მერეც მეფს აღარ მაწეწკნით.
საკვირველია, მე შენ ყოველთვის გეძებ. ყოველთვის? გახსოვს პირველ კლასში უცებ რომ დაიკარგე. ნოდა რა მითხრა ხათუნა მამამ ექსპედიციაში წაიყვანაო. მე მთელი დღე გლობუსს ვატრიალებდი. ვეძებდი ქვეყანას, რომელსაც ექსპედიცია ერქვა. იპოვე? მე წავალ ხათუნა. იგივე რომ განმეორდეს. რაც მაშინ? მე რა? მაინც ხომ? ო. ლექსო, მოდი მოიზომე. ბები, ერთმანეთი მომეცი რა. მიდი ხარ? ხო, მალე მოვა. აიღე. აი შენი სანაკებო მშობლების სტერილები. ერთი გაგმიდან გწირს, მეორე გამოგმიდან. მოდი რა ძიმა ჩვენთან დაჯერ. დაანები ბიჭო მახეს თავი, თორე ყვავილი აღარ შორჩება. ცოდო არა. ატმის რტო, დავალულო რტო, ატმის რტო. ბიჭო ეს ჭერამი. ეს რა მელახული კი არა. პოეზისაც მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენ გინდა თქვა რომ გალაქტიონი ჭერამს უყურებდა და ატამზე წერდა? აი იქნებ უყურებდა შენ რა იცი. ეგ მამაჩემს უნდა კითხოს. აი ეს რა ჩვენ რა გეტყვის რა ხია. მართლა. რა მოგივიდა ბიჭო. იშტი. დაიცა, სცენა ჩემს სახლში, მამაჩემ. სად არის მანქანა? სად არის მეთქი მანქანა ქალო? ისე შენმა უტრუკმა წაიყვანა, რა? დედაჩემი დუმს. ხმას არიდებს. მე რას მიბზანე? ფეხით ვიარს. ფეხით ხო? და შენმა ვაჟბატონმა მანქანით იარს. იბოდა, რასო გქონდა? ბატა მომეწოდე რა ერთი ბორჭი. მოგდი კაცი. ბიჭებო, აი ლექსოს მოვიდა. აბა. აგე აგი სახში არ არისო, საიდან გავიგო რა ახლა. ოჰ, ეხლა კი მაგრა ვიმღერებ. რა კაია. სორე კოკამ შემაწუხა. ლექსო ეს რა ხია? თქვი რა ლექსო? ჭერამი. აი ხომ თქვი? რა თქვი შენ თქვი ატამიო? მე ატამი თქვი ბიჭებო? აბა ვინ თქვა? ეგ მიხომ თქვა. როგორ არის მიხო? თქვი რა ბიჭო? ვარდის ფერატმებს მოგიგონებ. არა დაემართა მიხოზე. წამოდი. ეში გადავარდა. ხო, უნდა წამიყვანოს ბიჭებო. მე კი ფიქრობდი, ნეტა რა მისია აგისრია მეთქი. აი თურმე რა. როგორ წაგიყვა? აგის დილებს. მაშინ ყველა წავიდეთ. ჩვენ სტუმრები ვარ ძმაო, ჩვენ დაგტოვს და თვითონ წამოვიდეს? ჩვენ აქ არ დავჩებით. მოდი რა მიყოთ, რა სიმღერა ხო ჯობია. მე პირველ კლასს მოგწევ. აქ რაღაც ამბავი. გარეთ გელოდები. წადი ზურა. მე მალე ამოვა. ბა, ეს ლექსოა?
მაინც სად მივდივარ? შენ თვითონ იცი. აი, არ წამოვალ. წამოხვალ. არ წამოვალ. ფრთხილად. გეშინია? რა უნდა გელაპარაკო? მაინც მთელი სიცოცხლე იმას ამტკიცებ, რომ ჩემზე კარგი ხარ. ეხლა რაღა გინდა? იმასაც ხო დაუმტკიცე არა? იმას შენ თვითონ დაუმტკიცე. მე იქ არ წამოვალ. ბოდიშს მოვხდი. გეტყვი რომ შენ თვითონ არ იცი ეგ როგორ მოხდა. კარნახობ, როგორ გავხდე კარგი ბიჭია. გეტყვი რომ გიყვარს. ახლა მაგ შენი კეთილშობილება, ლექსო. ხო ხედავ, გზიდან ჩამოგეცალე. გზას უყურე. გეშინია რა? ხო გეშინია თქვი. თქვი რომ გეშინია. ხო, ამეშინი. გეშინია რა? მე კი მიყვარს სისწრაფე. ხო ხვი სიარული არ შემიძლია. ამაშია სიცოცხლე შენ კი გეშინია. სულა! Vaime, Lexo. 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 გააჩერე. გააჩერე, სად მიდიხარ? გააჩერე. გააჩერდი. გააჩერე. ჩამოშვები შემაიმუნო, შენი გულში ციხეში ვინა ჩავშდა. ბიჭი კვდება, წამოდი რა. აქ ისდიკა. ჩარა წამოდი. თალიგო ბორჯომი ბიჭებო იცით რატო დაგიბარეთ ეხლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული თქვენ უნდა უშველოთ ჩვენ როგორ ძიანი როგორა და თუ იტყვით რომ ლექსო დაჭდა საჭესთან. კი, მაგრამ არავით არის მაგრამ შვილებო. აქ მაგრამ არ არსებობს. ან უნდა გადაარჩინოთ თქვენი მეგობარი, ან დაღუპოთ. მე არ გაძალებთ. როგორც გული გეუბნებათ, ისე მოიქეცით.
არ ამოთავდებოდეს ეს ამბავი. არ შემიძლია. ბიჭები მგონი თანახმანი არიან. ახოთ ბებია რა სიტყვის. ბებია? ქალბატონ ვაროსთა გინდა მიხვიდე? მინდა. მე მინდა კაცო. შენ წარმოიდგინე მე სულაც არ მინდა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გამომძიებელი კი არ იცდის, ჯერ ბიჭი დამარხეთო და მერე შეგეკითხებითო. შენ რა გენაღლება, დაიკრიფე გულზე ხელები, ეგრე არ არის. რა ვქნა არ მომხდარიყო ეს ამბავი კარგი იყო, მაგრამ რახან მოხდა? ვიცი არ გავწირავთ. მამოიღე, ქალო. ნუ გამარგიჟე, კაცი, ხმა ამოიღე. მე არაფერი არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. რა არიცი? შენ ოღონდ მე გადამიდგე და ციხეში კი არა, თუ გინდა ჯოჯოხეთში გააგზავნი ბიჭსა. ბედნიერი კაცი ხარ. არაფერი შენ არ გაეჭვირს. დასაეჭვებელია ქალო ესა. ოჩახ, ბარაქალა შენ დედობას. დააბრალო საბა მკვდარს. აბა მაშინ ციხეში წავიდეს. ბარს რა მოვა ქალო რა. არც გესმის რას ამბობ. შენი ეგ მორალები ადრე გამოგეყენებინა, იქნება ნაკლებად მუტრუკი გამოგცვლოდა. ეს რა უბედურობა დაგვატყდა თავს, ქალბატონო. ეს რა მოგივიდა. ან როგორ მოვიდე თქვენთან მოსვლა, მაგრამ რა მეკნა კაც. ერის პერიოდის შემოდის. ამაღამ მაქანას დაახვედრებ. დედა? ნეტა მიწა გამსკდოდა და ეს ამბავი არ დაგვართოდა ქალბატონო ვარო. ქალბატონო ვარო. თქვენ ურაფერზე ნუიზრუნებთ, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ცოტა უხერხული ამაზე ლაბარაკი, მაგრამ შეგვპირდნენ რომ ადგილსაც კარგს გიშოვითო. ადგილს. ზურა როგორ არის? ზურა იმასა და ჯანდაბა. რა დღეში იქნება? უთხარით ჩემთან მოვიდეს. მეორე დღეა პირქვეგდია. მაპატიეთ ქალბატონო ვარო. მე ვერ გავბედავდი, მაგრამ რახან თქვენ თვითონ შემეგითხეთ. რა უყოთ იმ ბიჭსა, რა ვიცი, რა მოუხერხო, რა უყოთ. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული.
იმას თავის სადგევარიც ეყოთა. არა ხალბატონო ვარო, განაჩენი თქვენ თვითონმა გამოუტანოთ, თქვენ თვითონ. როგორც იტყვით არა ჩემო ბატონო, ეგრე უნდა იყოს. რა უნდა თქვა? თქვენ. ზურას ციხელის ხალბატონო, ეგრე კი არ გათავდება. რა ვქნათ გავაგზავნოთ ციხეში? გავაგზავნოთ. არ მესმის. თქვენ როგორც იტყვით ხალბატონო, არა ისე მოიქცევით. მხოლოდ სხვანაირად არა. რა გინდათ? პირდაპირ მითხარით. რა ვიცი, აი, თუ ბიჭები იტყვიან რომ ლექსო საჭესთან იჯდაო და თქვენს მაგრამ ლექსომ ხომ არ იცოდა მანქანის ტარება. ბიჭებმა თქვენს ვიტყვითო? და ზურაც ასე ამბობს? შენც თუ რამე გაქვს სათქმელი კიდე. რა ვქნა ხალბატონო ვარო? რა წყალს მიჩე თავი აღარ ვიცით. რა ვქნა? მე ჩემი სასჯელს რაღაც თენდი. თანაც სიცრუე. ასეთ დროს. ძიმეთ ვირთი გინდა ახკიდო. ცოდვა ბიჭი. აბადეთ. ხალბატონო ვარო. ზადი ნიკო. მე არ ვიტყვი. რომ ლექსო მანქანის ტარება არ იცოდა. რა მორჩა მამა? ეგ რომ კიდევ თითქოსია. ეგ 10 სიკვდილი გავათავე. სანამ იმ ქალს ველაპარაკებოდი. სათქმელად წავიდა გამომძიებელთან. ზურა!
ეს ხათუნას ჩანთა ამას. ხათუნას უთხარით რომ ვეტყვი. ყველაფერს ვეტყვი. წადი ზურა. კაცი მაინც იმით იზომება, რამდენს სიტვირთებს ცხოვრებაში.